დღეს დავიწყეთ შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ კონგრესის წევრებს მადლობა გადაუხადოთ მეგობარი აქტისთვის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მიიღო წარმომადგენლობითმა პალატამ და რომელიც გადაეცა ახლა სენატს და ჩვენ ბუნებრივია სენატშიც გვექნება შეხვედრები, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს აქტის მიღება, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს თავაზობს ქართველ ხალხს, საქართველოს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე. ჩვენთან დელეგაციაში არის ასევე პრეზიდენტი სააკაშვილის შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა შეხვედრაზე, რომ მამამისი იდევნება პუტინთან წინააღმდეგობისთვის, მაგრამ ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც აუცილებლად მოიგებს ამერიკა, უკრაინა, საქართველო და ჩვენი ამოცანა, რომ ჩვენ ვიყოთ გამარჯვებულის მხარეს. ჩვენ დღეს დავიწყეთ შეხვედრები ჩვენი ვიზიტის ფარგლებში, კონგრესში, ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, ამას გავაგზავნებთ სხვა ინსტიტუციებშიც, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია აქ ამ ქალაქში ხალხმა იცოდეს, რომ იმ რუსულ-ქოცური საქართველოს გარდაც პროდასავლური, ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს და საქართველოს მომავალი სინამდვილეში არის პროდასავლური, წარმატებაზე, პროგრესზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომელიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში არ შედის, იმიტომ რომ მისთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება არის და აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, მისი შვილი ნიკუშა ჩვენთან ერთად იმყოფება, რომ ის იყო 9 წლის განმავლობაში მთავარი პროდასავლელი, პროამერიკელი ლიდერი რეგიონში და ის რომ მეოთხე წელია ის იზოლაციაშია და საკანში ყავს, ციხეში ყავს გამოკეტილი ამ რეჟიმს, ამას ხედავს და არეგისტრირებს ყველა ჩვენს რეგიონში, იმიტომ რომ იმისთვის ისჯება სწორედ მიხეილ სააკაშვილი, რომ ის იყო ორიენტირებული დასავლეთზე და ის არ თამაშობდა რამდენიმე ფრონტზე, როგორც ამას თავიდან ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი ცდილობდა, ეხლა ბოლოს უკვე ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს თავისი პრორუსული, პროირანული დამოკიდებულება, მაგრამ წინა წლებში გვახსოვს, რომ ისინი მაინც ცდილობდნენ რამოდენიმე ვექტორზე ერთდროულად ემუშავათ, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო კონკრეტულად ორიენტირებული დასავლეთზე და ამისთვის ისჯება ის და ეს ჩვენმა მეგობრებმა, ჩვენმა კოლეგებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან, პუტინთან თუ სხვა მათ მეგობრებთან და აქტორებთან უწევთ ურთიერთობა.